მოგესალმებით. დღეს 4 ნოემბერია და ჩემი ბრიფინგი მინდა დავიწყო შეხსენებით, რომ ზუსტად ერთი თვის წინ 4 ოქტომბერს რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერის ფონზე ძალადობრივი შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე. სახელმწიფო ბეწვზე გადაურჩა სისხლის ზღვასა და წარსულ ქაოსში დაბრუნებას. კარგი იქნებოდა დღეს მაინც მოგვესმინა ბრიუსელის მკაფიო არაურაზროვანი პოზიცია საქართველოში რადიკალურ ჯგუფებზე, ხელისუფლების დამხობაზე, რომლის უკანაც არც თუ უარგუმენტოდ ძაფები მიდის თავად ბრიუსელთან. სწორედ ეს თვალსაჩინო ფაქტია იმ ფონისა თუ დამოკიდებულების ყველაზე ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორ ეპყრობა ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და მის არჩევანს ევროპული ბიუროკრატია. ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას. ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, ტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი უკვე ტრადიციულად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშით, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ გსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუ კი ვინმეს აქვს უკუსლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს. წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, NGO-ებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსების შესახებ და ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე. ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნის შესახებ, რითიც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს. ცრუობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, როდესაც დასავლური ანალოგიებიდან სიტყვით ნათარგ დოკუმენტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევა წარმოაჩენს და არაფერს ამბობს სიმართლეზე, რომ ევროკავშირის ფული რადიკალიზმის და დეზინფორმაციის დასაფინანსებლად გამოიყენება. არაფერს ამბობს იმიტომ, რომ საკუთარ სქემებზე მოუწევს საუბარი. დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად ჩვენ ხელში შეგვჭა იდეოლოგიზირებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს. საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ღირებულებითი უკუსლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშკარად იყო და არის მოლდოვასა და უკრაინაზე წინ ევროკავშირთან ინტეგრაციის ყველა ძირითად მაჩვენებლის მიხედვით. ხელის გულზე დევს, რომ ამ უსამართლობის მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევა იყო. მას შემდეგ დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური პასუხისმგებლობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის ნაცვლად ხედავთ ბრიუსელის მცდელობებს საქართველოს მთავრობა იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოაქციოს. ეს დიქტატი არამხოლოდ იდეოლოგიურია, არამედ პოლიტიკურად მართული და მოტივირებულია კომისიისა და ევროპარლამენტის ზოგიერთი ფრაქციის მიერ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოდსაბჭოთა ევროპოლიტიკოსი
თავიანთ ვიწრო გეოპოლიტიკურ ნარატივებსა და ინტერესებს პედალირებს, რათა აიძულოს საქართველოს რუსეთთან უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად. ეს ყველაფერი კეთდება იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ძვირფასი ევროპული იდეალი უნდა იყოს მშვიდობა და კონფლიქტის გადაჭრა და არა ომისა და კონფლიქტის დათესვა და გაღვივება. ღირებულებებში უკუსვლა აშკარა იმაშიც, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოში, როდესაც მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სიძულვილის ენას შერიგების ნაცვლად, პოლარიზაციას კონსენსუსის ნაცვლად, ძალადობას დიალოგის ნაცვლად. ამ ნაბიჯებს შორისაა ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების უარყოფა, თანაც ნულოვანი მტკიცებულებებით და არჩევნებზე დაკვირვების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის EUTO-ODIHR-ის ანგარიშების ფეხქვეშ გათელვის, რამაც 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი ხასიათი შეიძინა. ასეთი მიუღებელი ნაბიჯია ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, თითქოს და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, მაგრამ რეალურად რადიკალური ძალადობრივი ოპოზიციის მხარდაჭერის მიზნით, რომლის დიდი ნაწილიც წარმოიშვა სააკაშვილის რეპრესიული დიქტატორული რეჟიმიდან. ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს. ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები: ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითარება. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთის და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს. უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გქონდა. საქართველოს შანტაჟი და საქართველოს ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველოს გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა. ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირის ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს. უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში. ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სადანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას. ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე. შემდეგი ნაბიჯების გადაგმოდი სწორედ ამ მიმართულებით იმჯერა. მოლოდინი გაქვთ, რომ ამ მწვავე შეფასებების შემდეგ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზო მინუსული შეჩერების საკითხი. იმ ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაჟღერდა, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან და ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ევროპელი ბიუროკრატებისგან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია ხედავთ. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი, ვისაც ისინი აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა, ეს ყველაფერი მათ ხელში არის იარაღი ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა, რასაც რა თქმა უნდა ქართველი ხალხი არ უშვებს და სწორედ ეს არის იმ გამძაფრებული და მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. განცხადება იყო, რომ თუ მართლა სერიოზულად აღვიქონთ ევროკავშირს, მაშინ შეწყვეტეთ ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში ჩასვლა, ჟურნალისტების დაკავება და ამის შემდეგ დაგელაპარაკეთ
იქ იყო საუბარი რეფორმებზე, თუ გაატარებენ რეფორმებზე საკუთარ ხალხს მოусმენენ, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ მათთან. აი შექმნილ ვითარებაში, რაც ახლა არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის, თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში რის გაკეთებას აპირებთ? ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები. ციხეში სხედან დამნაშავეები. და ვინც ამას ვერაცნობიერებს, ის ვერაცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას. როდესაც ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური კუთვნილებით თუ სხვა კუთვნილებით, ეს აჩვენებს, რომ ან არ ესმის მას, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობა, ან ესმის და манипулირებს, ან უნდა ზემოქმედება კანონის უზენაესობაზე. ერთიც და მეორე პასუხიც არის, რა თქმა უნდა, კატასტროფული. ამიტომ ესეც ერთ-ერთი შედეგია, რასაც ჩვენ დღეს ხედავთ იმის ფონზე და ერთ-ერთი მტკიცებულება ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლისა, რომელიც დღევანდელი განცხადებებით უკვე აშკარაა. ბატონო შალვა, მოვისმენთ დღევანდელი განცხადებები, თუმცა საუბარი არ ყოფილა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით. თუ გქონიათ მაგაზე მოლოდინი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ეძებნებოდა რა განცხადება? იმის ფონზე, რომ საქართველოს ხალხში არის მოლოდინი ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის პოზიციის გაგებისა, იმის ფონზე, რომ მეც გამიზნულად ვახსენებდით, რომ ეს არ ყოფილიყო რაღაც საინფორმაციო ველში ჩაკარგული საკითხი, ამის ფონზე დუმილი აჩვენებს მხოლოდ თანამონაწილეობას. ამის ფონზე დუმილი აჩვენებს მხოლოდ წახალისებას. ამის ფონზე დუმილი აჩვენებს მხოლოდ მოწონებას ძალადობისა და ხელისუფლების ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმისა. ჩვენ მათ შორის 4 ოქტომბერს ვნახეთ, 4 ოქტომბრამდე ვნახეთ ჯერ კიდევ, რომ ხელისუფლების დამხობის წინასწარ გაცხადებული მიზნით დაანონსებულ შეკრებას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა, რომელმაც დღემდე არ გააკეთა განმარტება, თუ რასთან ჰქონდა საქმე, ეს იყო მისი უცოდინრობა, რომ არ იცოდა რა ხდებოდა 4 ოქტომბერს, თუ იცოდა იმ კითხვის პასუხად, რომელიც ჟურნალისტმა დაუსვა სპეციფიურად 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, თუ იცოდა და განზრახ დაუჭირა მხარი 4 ოქტომბრის აქციას, იმისთვის რომ შეეგულიანებინა ადამიანები ამ შეკრებისთვის. დღემდე არ მოგვისმენია დაგმობა არც ბრიუსელის რომელიმე ჩინოვნიკისგან, არც ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლის შტურმს. ხედავთ მართლაც ბავშვურ მცდელობებს გაექცნენ კითხვას 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლის შტურმის დაგმობასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხობენ ზოგადი ფრაზებით, რომ ძალადობას გმობენ, ძალადობას ყველა მხრიდან. 4 ოქტომბერს იქ იყო მხოლოდ ერთი მხარე მოძალადე. ეს იყო ის შეკრებილი ადამიანები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ ხელისუფლების დასამხობად და დაიწყეს ხელისუფლების დამხობა. რომ არა ჩვენი პოლიციელები, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის ის 25 პოლიციელი, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა პრეზიდენტის სასახლე, ღმერთმა უწყის რა იქნებოდა დღეს საქართველოში, რა ქაოსი დატრიალდებოდა და რამდენი ათწლეულით უკან გადავარდებოდა საქართველო იქ, სადაც ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვიყავით, ზუსტად ასეთი უცხო დაკვეთით მოქმედი პოლიტიკოსების წყალობით. ამიტომ ეს დუმილი სინამდვილეში ყველაზე ხმამაღალი განაცხადია, რომ ბრიუსელი გვერდში უდგას მათ, ვინც ძალადობით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. ერთადერთი მიზეზი ბრიუსელის ნეგატიური დამოკიდებულებისა ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს მიმართ არის ის, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ბრმად არ მიჰყვება ყველა ინსტრუქციას და თავს არ უხრის საკუთარი სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს არის ერთადერთი, ხაზს უსვამ, ერთადერთი მიზეზი ბრიუსელის ნეგატიური განწყობისა საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ. სხვა არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. როგორც ეს არ არსებობდა 2022 წლის ივნისში.
რატომ არ მოგვინიჭა მაშინ კანდიდატის სტატუსი? ხომ დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ ცხადია რატომაც არ იყო ეს ყველაფერი? იმიტომ რომ საქართველოს 2022 წლის თებერვალში და მარტში განაცხადა, რომ ის არ დააწესებდა ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმიტომ რომ საქართველოს განაცხადა, რომ ის არ ჩაკეტავდა საზღვრებს და ამით არ დააზიანებდა უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს. რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ხარჯზე არ გაატარებდა ბრიუსელიდან თავსმოხვეულ პოლიტიკას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ. ეს იყო სინამდვილეში რეალური მიზეზი, რატომაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და იმავე მომენტში, იმავე საღამოს გამოიყვანეს გარედან დაქირავებული NGO-ები, რომლებიც ცდილობდნენ როცა იყო პირველი მცდელობა ხელისუფლების დამხობისა NGO-ების ხელით. რაც შეეხება მოლოდინებს, კიდევ ერთხელ, როდესაც ხედავთ ამგვარ მტრულ რიტორიკას ქართველი ხალხის მიმართ, ამგვარ ცრუ ნარატივებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, როდესაც ხედავთ ძალადობის არ დაგმობით ძალადობის ღია მხარდაჭერას. რასაც დღეს ჩვენ ბრიუსელიდან ხედავთ, ეს არის ძალადობის არ დაგმობით ძალადობის ღია მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ გამჭვრიტოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ აწყობილი ვართ სამართლიანი ადამიანების სამართლიანი დამოკიდებულებების გააზრებაზე, ასე ვთქვათ. როდესაც უსამართლობასთან გვაქვს საქმე, უსამართლობა რთულია წინასწარ გამოიცნო უსამართლობა. ადვილია წინასწარ გამოიცნო როგორ იქნება სამართლიანი მიდგომა. ამიტომ როცა უსამართლოა დამოკიდებულება, ამის წინასწარ გამოცნობა არის რთული. ქართველ ხალხს თქვენ ქართველ ხალხს რაც სურს უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ეს უვიზო კიდევ ერთხელ, როგორც ეს შეფასებები, ისე ჩვენ ხედავთ, რომ ამაზე თქვი ვისაუბრე კიდევაც, რომ სამწუხაროდ უვიზო მიმოსვლის საკითხი ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიის ხელში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი სხვა ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა. ეს არის პოლიტიკური იარაღი, რომ ქართველი ხალხი დაიყოლიონ და მისი ხელისუფლება დაიყოლიონ საკუთარ დღის წესრიგზე და თავს მოაყრა მისი ნება. მათ შორის აქვე გავამახვილებ, ვინაიდან დეტალები ნელ-ნელა კიდე გახსოვდა, მაგრამ ერთ რამდენიმე საკითხს შევეხები თვითონ ანგარიშიდან. აბსოლუტურად გეტყვით რა უნდათ ხო გაინტერესებთ. ამ ანგარიში არის აბსოლუტურად სამარცხვინო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდაჭერ საერთაშორისო ინიციატივებს, მათ შორის გაეროში და ევროსაბჭოში. და მათ შორის მოყვანილი არის მაგალითი გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით და ტრიბუნალთან დაკავშირებით. ეს არის ეს არის აბსოლუტური სამარცხვინო ჩანაწერი და ეს არის დიდი უმადურობა ბრიუსელის მხრიდან, მაშინ როდესაც საქართველოს 1000-ზე მეტ სხვადასხვა რეზოლუციას განცხადებას დაუჭირა მხარი გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში და მაგალითად რა მოყავთ, არ გინდათ მაგალითი აქწერია, ისიც რა მოყავს მაგალითად ბრიუსელს, მოყავს გაეროს რეზოლუცია, რომელსაც არ დაუჭირა მხარი საქართველოს. იცით ეს რა რეზოლუცია არის, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ტექსტი წარმოადგინა რეზოლუცია, საქართველოს მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოქმნილი რეზოლუციას. ანუ ევროკავშირი ჩვენ გვსაყვედურობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოქმნილი რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით დაუჭირეთ ხარისხს, ამას საყვედურებს ჩვენ, ეს ხო სამარცხვინოა აბსოლუტურად. ასევე საუბარია თითქოს საქართველოს თავი შეიკავა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების სპეციალური ტრიბუნალის მხარდასაჭერად, რაც არის აბსოლუტური სამარცხვინო ტყუილი. საქართველოს ყველა შეგახსენებთ, ეს ტრიბუნალი დღემდე შექმნილი ჯერ არ არის, ის შექმნის პროცესია, საქართველოს მხარი დაუჭირა როგორც ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას, თავდაპირველი გადაწყვეტილება რაც იყო მთავარი, ისე რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას, რომელსაც სხვათა შორის ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ერთი წამით და საქართველოს დაუჭირა ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იყო, სადაც ჩვენი დელეგაცია იყო, ყველგანი უჭერდა მხარს და ეს არის აბსოლუტურად კიდევ ერთხელ ბრიუსელის
სამარცხვინო ჩანაწერი ამ ანგარიში და ეს დიდი უმადურობა ქართველმა ხალხმა. ისე რომ მას ეს არ ევალებოდა. უკრაინელ ხალხთან საკუთარი სოლიდარობის გამოსაჩენად, ხომ? საკუთარი სოლიდარობის გამოსაჩენად თქვა, რომ ჩვენ ხარს დაუჭერთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებს. ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, მაგრამ უზრუნველყოფთ სანქციების გვერდისავლის არარსებობას საქართველოში და მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე. აი ამას 1000-ზე მეც დაუჭერთ ხარი და აი ეს მოგვიგდო დღეს ბრიუსელმა, აი ეს ჩანაწერი. ეს სამარცხვინო ჩანაწერი და უმადურობა მოგვიდო დღეს ბრიუსელმა. არა, უყურეთ. როგორ სწორედ ეს არის სწორედ შანტაჟი და იარაღით გამოყენება უვიზო მიმოსვლის თემისა და ეს არის ყველაზე არაღირსეული, არაევროპული და საბჭოთა ქცევა ბრიუსელის მხრიდან, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდათ გამოიყენონ იარაღად იმისთვის, რომ ქართულ ხალხს დაათმობინონ საკუთარი ნება და საკუთარი სუვერენიტეტი თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება. აი ეს არის ის ღირებულებითი უკუსლა, რომელიც დღეს უკვე ცხადად არის. როგორ უპირველეს ყოვლისა 2020 წლის არჩევნებში ჩვენ ვნახეთ ღია, აშკარა, უხეში ჩარევა ევროპელი დიპლომატების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის უხეში პირდაპირ ჩარევა არჩევნებში. ჩარევა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ნაციონალ მოძრაობის ან ოპოზიციის საწინააღმდეგო. ქართული ოცნების წინააღმდეგ პირდაპირ უხეშად ჩართული იყვნენ ევროპელი დიპლომატები, ბრიუსელის წარმომადგენლები. ხო გახსოვთ, რატომ? იმიტომ რომ შეეცვალათ ხელისუფლება. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა 1,120,000 ადამიანმა დაამარცხა ისინი ამ არჩევნებში, ისევე როგორც ეხლა 4 ოქტომბერს დაამარცხა ეს არჩევნებში. უყურეთ, უყურეთ, ჩემი აზრი, ჩემი ისე ეს არის საღი აზრი. თუკი თუკი ბრიუსელის წარმომადგენელი და ევროპელი დიპლომატები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, ერევა არჩევნებში კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ, ეს არის ჩემთვის, ალბათ თქვენთვისაც ლოგიკური დასკვნის საფუძველი, რომ ვიგულისხმობთ, რომ ამ სუბიექტს და მათ ვისაც ის წარმოადგენს, სურს როგორ არ დაგვეთანხმება. ამ თემას ამოწურავდა, კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ, ეს ხო საქართველოზე არის, ჩვენ ვხედავთ დამოკიდებულებას უნგრეთის მიმართ, სლოვაკეთის მიმართ, ახლა ცოტა ხანში დავინახავთ ჩეხეთის მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებას. ყველა, ვინც ევროკავშირში აჩენს ხასიათს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა, ყველა ხდება ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი. ეს უკვე ემპირიულად დადასტურებული მოვლენა არის, როდესაც ვხედავთ ნებისმიერი ხელისუფლება ან სადამ ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ძალა სხვა ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთშიც არჩევნებამდე, სხვა ქვეყნებში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მისდევენ ეროვნული ინტერესების დღის წესრის პატრიოტული ევროპული ძალები, ხდებიან პირდაპირ სამიზნე და ობიექტი თავდასხმისა ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, ხოლო თუ კი ისინი ხელისუფლებაში მოდიან, შემდეგ ხელისუფლება და ის ხალხი ხდება პირდაპირ სამიზნე, როგორც დღეს არის უნგრეთი და სლოვაკეთი, ამისი ძალიან კარგი და ღია მაგალითი, როგორც ცდილობს ბრიუსელი ფულით და სხვა შანტაჟით, რომ ბიუჯეტის გამოყოფა არ გამოყოფით, ნება შეაცვლებინოს უნგრელ ხალხს და სლოვაკელ ხალხს. ხო მე მგონი რაღაც სინანულის ის იყო რომ მე მგონი მათ ტონი შეინიშნებოდა რომ იმედი აქვთ რომ იქნებ არ მოხდეს აკრძალვა ლელოსი და სხვების აკრძალვა
მოხდეს, არ ვიცი, რაღაც სიგნალებია გარიგების თუ რა არის, მე ვხვდები. მაგრამ ჩვენ როგორც თავიდან განვაცხადეთ, მივყვებით ობიექტურ კრიტერიუმებს და ორ მთავარ კრიტერიუმს. კერძოდ, პირველი, რამდენად არის არგუმენტირებული ჩვენი მტკიცება, რომ ესათვის პარტია არღვევს კონსტიტუციას და არის არაკონსტიტუციური თავისი არსით და მეორე, რამდენად არის, ასე ვთქვათ, რეალური მათი გავლენა, რომ საჭირო იყოს ამ მექანიზმის, რომელიც საკმაოდ მძიმე მექანიზმი არის, ამ მექანიზმის გამოყენება. ამ კრიტერიუმების მიხედვით ეს სამი პარტია მოიქცა ჩვენს თვალსაჩინოში და მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იმჯერებს რო ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა სამწუხაროა, როდესაც გერმანიის პარლამენტის თუ კონკრეტული დეპუტატების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ჩანს მთავრობისგან, როდესაც ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვეს კითხვები, რაც აჩვენებს, რომ არის აშკარა უპატივცემულობა მათი დემოკრატიული მანდატის მიმართ და მათი ამომრჩევლების მიმართ, თუმცა ეს შიდა გერმანული საქმეა და არ მინდა მე განსხვავებით ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის და მათ შიდა საქმეებში ჩავერიო და მათი დემოკრატია შევაფასო. რაც ჩვენთვის საინტერესოა არის ის, რომ გასაკვირია ის მოკლე ტყუილი, რომელიც ამოვიკითხეთ, როდესაც საუბარი იყო ხაზარაძის ბინის დაქირავების შესახებ გერმანიის ელჩის მხრიდან და ამაზე პასუხი იყო, რომ არა. უბრალოდ გამიკვირდა და შემდეგ დაუფიქრდა სინამდვილეში, პრინციპში მართალია ეს პასუხი, იმიტომ რომ ბატონი ფიშერი ქირაობს მამუკა ხაზარაძის ცოლისგან. არ ვიცი, ასეთი უნდა გავიგოთ გერმანული პედანტურობა, რომ ამგვარი პასუხით სიმართლე უპასუხოს, მაგრამ სინამდვილეში ტყუილია ეს პასუხი, ეს სხვა საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ ისაც აინტერესებდათ ამაზე სრული პასუხი ვერ მიიღეს დეპუტატებს და მეორე რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. აი ეს კი ნამდვილად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება საქართველოში. ეს ფაქტი ადასტურებს და თქვენ ნახეთ, რომ მთავრობამ უარი უთხრა ხალხის მიერ არჩეულ გერმანულ პარლამენტის წევრებს, უარი უთხრა მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია თუ ვისზე იხარჯება, რომელ NGO-ებზე იხარჯება მათი ამომრჩევლების ფული. უარი უთხრა პირდაპირ ამის გაცხადებას. და წარმოუდგენელია, საქართველოში ასეთი რამე რომ მომხდარიყო, არ ვიცი, ხა რამდენიმე ქვეყნის ელჩი მაინც მოვიდოდა და საყვედურს გეტყოდა. მაგრამ ეს ადასტურებს ერთ რამეს, თუ კი აქამდე ჩვენ ხედავდით, რომ გერმანიის მთავრობა უმალავდა ქართველ ხალხს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აფინანსებს საქართველოში. უმალავდა საქართველოს მთავრობას ინფორმაციას, თუ ვის აფინანსებდა. ახლა გავიგეთ, რომ ის ასევე უმალავს ინფორმაციას გერმანელ ხალხს და გერმანიის პარლამენტის წევრებს ამ ინფორმაციას. და ზუსტად ეს არის არაკეთილსინდისიერი დონორობის ყველაზე მკაფიო მაგალითი, როდესაც თავისუფლებას აძლევ, ჩახვიდე სხვა ქვეყანაში, ჩაიტანო ფული, ხარჯო ფული იქ, რომ არც იმ ხალხის არჩეულ ხელისუფლებას კითხო, რაზე უნდა დაიხარჯოს ეს ფული, ვისზე უნდა დაიხარჯოს და როგორ უნდა დაიხარჯოს ფული და არც შენ ამომრჩეველთან კონდეს ანგარიშვალდებულება, რომ უთხრა, რომ აი ამ საქმეში დავხარჯე ეს ფული და ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ თუ კი პასუხი იქნებოდა იქ გაცემული გამჭვირვალედ, მაშინ ყველა დაინახავდა, რომ ეს ფული იხარჯება მავნე საქმიანობისთვის საქართველოსთვის. იმიტომ რომ კეთილი საქმეებს როცა აკეთებენ, ამას დამალვა არ სჭირდება კეთილ საქმეებს. დამალვა სჭირდება ცუდ საქმეებს და რა თქმა უნდა, ეს უარი პასუხზე ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ამ ფულით ზუსტად ცუდი საქმეები გვინდა.
თავარი არის ერთი რამე, რომ პატრიოტული ძალები ევროკავშირში ძალას იკრებენ, არიან ხელისუფლებაში, მოდიან ხელისუფლებაში, ძლიერდებიან როგორც პარტიები, ეს არ არის ტენდენცია მხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა კუთხეებშიც და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო არჩევნებიც ამის დასტურია, რომ ევროკავშირს თუ ვისაუბრეთ, ევროპელი ხალხი დაიღალა იმ ცრუ იდეოლოგიით, რომელსაც თავსახავდნენ წლების განმავლობაში, იმ ყალბი ღირებულებებით, რომელსაც თავსახავდნენ, იმ არაევროპული ტენდენციებით, რომელსაც ხედავენ, იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის, ამ ყველაფერზე ევროპელი ხალხი ნელ-ნელა თავის რეაქციას ავლენს და შესაბამისად ჩვენ ამ იმედით ვართ, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში და არავის არ მიუთითებთ არაფრისკენ თუ ვინ რა უნდა აერჩიოს განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელსაც რატომღაც თავი ხალხების დამრიგებელი გონია, მაგრამ ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ჩვენ ასეთი მე კონკრეტულად არ ჩამგვიცემ. მე მივეცი პოლიტიკური შეფასება და რა სისხლის სამართლების შეფასება. სისხლის სამართლის შეფასება არის ბრალდების და სასამართლოს საქმე და მის ქმედება სათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ, ის გამოცდის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩემი ამოცანა არ არის სისხლის სამართლის შეფასებების მიცემა. მე ვაძლევ პოლიტიკურ შეფასებას და ტერორიზმი ეს არის როგორ არის პრობლემა, აგიხსნით, ტერორიზმი ეს არის ასევე პოლიტიკური ერთი წამით. თაღლითობა არის დანაშაული და თაღლითობა არის პოლიტიკური ტერმინიც. ქურდობა არის დანაშაული და ქურდობა შეიძლება იყოს პოლიტიკური ტერმინიც. ყველაფერს შეიძლება ანალოგი მოეძებნოს სისხლის სამართლის დანაშაულის სახით, მაგრამ ასევე არის პოლიტიკური ტერმინი. ტერორიზმი, შიდა ტერორიზმი, ამას ხაზს უსვავ კიდევაც. შიდა ტერორიზმი მაგალითი თავად აჩვენა. ტერორიზმი ზოგადად ეს არის პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის ასე ვთქვათ სურვილი და იდეოლოგია. შიდა ტერორიზმი ეს კი გახლავთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების ძალადობის მიღწევის იდეოლოგია. რაც ჩვენ ვნახეთ და მათ შორის მისი თავადვე საკუთარი თავის ჩანაწერი არის, რომლითაც ის პირდაპირ ინსტრუქციებს ხსნის თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა თავდასხმა სხვადასხვა გზებით პოლიციაზე, როგორ უნდა მოხდეს ბარიკადების აგება, როგორ უნდა მოხდეს მოლოტოვის კოქტეილები, იქვე დაპირებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მძიმე რეცეპტებს მისცემს მოგვიანებით თავის ვისაც ის ეკონტაქტება, ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეოს მეშვეობით. ამიტომ ტერორიზმი ეს არის პოლიტიკური შეფასება. პოლიტიკოსები საუბრობენ არა სამართლების შეფასებაზე და არ მე დანაშაულს ხო არა რო ყოფილიყო ტერორიზმის მე მგონი საკამარისად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი რაც მას დაუდასტურდა და საკამარისად მძიმე მტკიცებულებები ვნახეთ მისი მხრიდან ასე რომ პოლიტიკურ შეფასებები პოლიტიკური ტერმინი არის ტერორიზმი ისევე როგორც შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი და როგორც თაღლითი ქურდი ან სხვა ტერმინი შეიძლება ჰქონდეს სისხლის სამართლებრივი განზომილება და ასევე პოლიტიკური განზომილება მე ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს და არა სამართლებრივ შეფასებებს ამაზე არაერთხელ ვთქვას რომ ეს პარლამენტის პრეროგატივა არ არის და პოლიტიკურ შეფასებებსაც შეეხება აქ იმედია ცენზურის დაწესების სურვილი არავის არ აქვს სასამართლოში პირველი ჩვენ ეს პროცესი უნდა დავინახოთ ზოგაჭრილში, როდესაც პოლიტიკური ძალები ცდილობენ და უკვე მერამდენეჯერ ქსენოფობიური
ქსენოფობიური პოლიტიკის განხორციელებას, ან ქსენოფობიის როგორც პოლიტიკური იარაღად, ქსენოფობიის პოლიტიკური იარაღად გამოყენებას. და განსაკუთრებით თვალშისაცემი არის ჩვენს თვალში არაკონსტიტუციური პარტიის ლელოს პირდაპირ პროპაგანდა ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის ქსენოფობიური. ლელო, რომელსაც ეფერება და ეხუტება სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი. არიან ალდეს წევრები და ეს არის პირველი შემთხვევა მათი ქსენოფობიური კამპანიისა და ასე უნდა შევხედოთ დიდ სურათს. თუ კი ისინი დღემდე პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა თაღლითური მიზნით, რომ მამუკა ხაზარაძე საკუთარი გამდიდრებისთვის ბიუჯეტი და 1.5 მილიარდი მიიღო და მას აღიარებული აქვს, რომ ანაკლის кейსის გამო და პრობლემის გამო დააფუძნა პარტია, რომ მიიღო ფული. ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას ეწევა და არის ალდეს წევრი, გამოდის, რომ ალდე არის ქსენოფობიური პოლიტიკის წამახალისებელი გაერთიანება. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ პოლიტიკოსებს ხელს ჩამოართმევენ სხვადასხვა ელჩები, ხელს ჩამოართმევენ სხვადასხვა პოლიტიკოსები უცხოელები, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ამ ხელის ჩამორთმევით ქსენოფობიას ახალისებენ ლელოს წარმომადგენლების სახით. რაც შეეხება შინაარსს, ხომ, მე წინაზეც ვისაუბრე, ეს არის აბსოლუტურად აბსურდი არის, რაზეც არის საუბარი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ერთობლივი პროექტი, სადაც საქართველო მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ისეთივე ბანალური, პრიმიტიული, ქსენოფობიური კამპანია, რაც თავის დროზე ქონდათ ვარკეთილში სადაც არის აშენებული არის ჩინური ინვესტიციით, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ხუალინგის პლაზა და იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და გახსოვთ თქვენ, ზუსტად იგივე ძალები, დღეს ალბათ ვიღაცები მიემატება, ზუსტად იგივე ძალები, როგორ ამბობდნენ, თითქოს ეს იყო ვარკეთილში შენდებოდა დასახლება, რომ იქ ჩინელებს უნდა ეცხოვრათ, წავიდნენ ერთი ნახონ, ვინ ცხოვრობს იმ დასახლებაში. ამის ესე წარმოჩენას აქვს მეორე მიზანი, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლა და დაზიანება. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინვესტიცია შემოდის და ამ ინვესტიციას უნდა თუ შეუქმნა პრობლემა. რაც შეეხება მიზნებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის ინტერესით, მოქმედებს მხოლოდ საქართველოს გამთლიანების უზრუნველყოფის ინტერესით და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებში, ასე რომ ნებისმიერი კომერციული თუ პოლიტიკური პროექტი თუ გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდას. ფაქტია, რომ არ უაყვეს, ესე იგი დადასტურებულია ეს ფაქტი, რომ ის ჯარიმა თუ ბიუჯეტში გადასახადი, რაც არბიტრაჟმა დააკისრა ჰოლანდიელ მეიერს, ნაცვლად იმისა, რომ 65 მილიონი დაეკისრებინა საქართველოში, რასაც საქართველოს ბიუჯეტისთვის, რასაც ითხოვდა. ამის ნაცვლად აქეთ დააკისრა 6.5 მილიონი დოლარის გადახდა საქართველოს ბიუჯეტში. ამითი დადასტურდა, რომ ბატონი მეიერი იყო ცრუმაგიერი პირი, რომელიც გამოიყენეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, იმისთვის, რომ თავად არ გამოჩენილიყვნენ როგორც მოსარჩელე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2022 წელს, განსხვავებით სხვა არბიტრაჟებისა, რომელიც მათ პოლიტიკაში მოსვლამდე დაწყებული პროცესები იყო, 2022 წელს, რომელიც ისინი არიან უკვე მათი პოლიტიკური პარტია არის უკვე პარლამენტის წევრი, შესაბამისად შეეშინათ საკუთარი ამორჩევლის და ხალხის, რომ წარმოეჩინათ, რომ კვლავ კიდევ ერთხელ უჩივიან საქართველოს და უნდა თუ საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღონ მათი ამომრჩევლების ფული, ჩაიდონ ჯიბეში 65 მილიონი, ეს რომ დაეფარათ, წინ წამოწიეს ცრუმაგიერი პირის სახით ბატონი მეიერი, რომელსაც აჩივლებინეს, დიდი ალბათობით პირობა მისცეს, რომ თუ მოვიგებთ, გავიყოფთ და თუ წავაგებთ, ჩვენ დავფარავთ ხარცრო, ესე გამოდის, თუ კი ეს 6.5 მილიონი ჯაფარიძემ და ხაზარაძემ
მისცეს მას, რომ მას გადაეხადა ბიუჯეტი. სხვა შორის არ ვიცი უკვე ჩაირიცხა თუ არა ბიუჯეტში, იმედია ბიუჯეტამდე მაინც მოვიდა ეს ფული. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ეს არის ჩვეულებრივი თაღლითური სქემა, თაღლითური პოლიტიკური პროექტი ლელო, რომელიც მათივე აღიარებით დაფუძნდა იმისთვის, რომ ანაკლიის გამო შური ეძიათ ქართულ ხალხზე და ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი ჩაედო შემდეგ ჯიბეში, დამარცხდნენ ამაში და ამ დამარცხების კვალდაკვალ კიდე ცდილობდნენ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით ეჩივლათ საქართველოსთვის, რომ რაღაცნაირად ფული მიეღოთ. 65 მილიონი უნდათ წაიღოთ. აი, მისი ხო ყავს პარტიის წევრები და რეგიონულ წარმომადგენლებში თანამშრომლები ხო ყავს. საინტერესოა, ხელფასებს თუ არიგებს დროულად, რა ხელფასებს იხდის. აი ამ ხალხმა მისი ოფისის თანამშრომლება, რეგიონში მისმა თანამშრომლება, თუ კი მათ ხელფასებს უგვიანებს თუ არ უხდის ან ცოტა უხდის, უნდა იცოდნენ, რომ 65 მილიონს ჩუმად, მათგან ფარულად, ცრუმაგიერი პირის გამოყენებით ცდილობდა რომ დაუფლებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან, სადაც მათი ფული ირიცხება. მათი ფული უნდა და წაერთმია 65 მილიონი მამუკა ხაზარაძეს საკუთარი თანამშრომლების და მოქალაქეებისთვის. მე ამის შემდეგ გამოდიან და კიდე ბედავენ, რომ ხმა მოგვეცით არჩევნებზე. ოჯახის წევრებიც ეს უნდა გამოხატოს. პირველი. რასა პროტესტები? პირველი, რაც შეეხება გზის გადაკეთებას. ეს არის ჩვენ ნახეთ, ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი. მათ შორის ნახეთ ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გზის გადაკეთებაში მონაწილეობის მიღებით. ეს იყო პირადი მაგალითი და ჩვენება იმისა, რომ მათი გადმოსახედიდან ბრიუსელი რომ ავიღოთ კვლავ კოლექტიურ განსაზღვრებად, ბრიუსელის გადასახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, იმიტომ რომ იქ უწევთ ყოფნა არ ვიცი სხვა მინისტროს, უნდა იძნენ იქ, იმიტომ რომ ბრიუსელმა და ზოგიერთმა ძალებმა ევროპაში საკუთარ მიზანს მიაღწიონ საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მხრივ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის განხორციელებული ქმედებები და ეს არის ამაზე უნდა დაფიქრდნენ თავად ეს ადამიანები, რომ თუ როგორც წირავენ მას ეს ეგრეთ წოდებული ევროპული და სინამდვილეში თავისი არსით ანტიევროპული და ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად იმისთვის რომ კიდევ ერთი რეზოლუციაში ჩაწერონ რამე, სადმე ესა რა ქვია X-ზე პოსტი დადონ თუ Facebook-ზე თქვან და სადღაცას რომელიღაცა ამსტერდამში თუ სტოკჰოლმში რომელიმე გვალმაგიდაზე ეს ახსენონ. ეს ადამიანები არიან მსხვერპლი, მათი მსხვერპლი, ვისაც ისინი ფიქრობენ, რომ არიან მათი რაღაც მისაბაძი მაგალითები თუ ასე ვთქვათ, ვისაც ისინი იდეურად მისდევენ. ეს არის რუსთაველის გამზირისთვის განწირული მსხვერპლი გარე და შიდა ძალებისა, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ქართველი ხალხის იძულება და ქართული ხალხისთვის საკუთარი ხელისუფლების თავსმოხვევა. სხვა ევროკავშირი არის ბრიუსელის სინამდვილეში, ვინაიდან ნამდვილი ევროკავშირი უკვე აღარ არის ის ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მე კიდევ ერთხელ გეტყვით. ბრიუსელი დღეს ვხედავთ ჩვენ ღირებულებით უკუსლას ბრიუსელში, რომელიც სულ უფრო და უფრო სცილდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებას.
ევროკავშირი წარმოიშვა ევროპულ ღირებულებებზე, რომლის თანაშემოქმედებიც ვართ ჩვენც, ქართველები. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ევროპული ღირებულებები და რა არის ეს ფასეულები. თუმცა რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სრული აცდენა ევროპული ღირებულებების კალაფოს. სინამდვილეში დღეს ევროპული და ქართული ღირებულებებისგან მოცილებული არის ბრიუსელის ბიუროკრატია. და ჩვენი იმედით ზუსტად ეს არის, რომ ბრიუსელში მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც დააბრუნებენ ბრიუსელს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებასთან. როგორ შეიძლება ძალადობის ხარდაჭერა იყოს ევროკავშირის ღირებულება, რასაც აკეთებს ბრიუსელი. როგორ შეიძლება დეზინფორმაციის დაფინანსება იყოს ევროკავშირის ღირებულება, რასაც აკეთებს ბრიუსელი. როგორ შეიძლება პროპაგანდის დაფინანსება იყოს ევროკავშირის ღირებულება. როგორ შეიძლება სააკაშვილის ქება იყოს ევროპული ღირებულება. როგორ შეიძლება სხვა ხალხების ნებაზე ზემოქმედება იყოს ევროკავშირის ღირებულება. როგორ შეიძლება დემოკრატიის გაუქმება იყოს ევროკავშირის ღირებულება. როდესაც დღეს ზოგიერთი კომისარი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, როგორ შეიძლება იყო სლოვენიელი მოქალაქეობით და თავს უფლებას აძლევდა ქართველი ხალხის საუბრისა. ეს ხომ არის მეურვეობითი დამოკიდებულება, რომელიც 100 წლის წინ იყო ეს ევროპაში, მაგრამ ეს დიდი ხანია დაგვეწ. ევროპა ისევ იქ არის, სადაც არის. ევროპა არის ევროპულ ღირებულებებში, ევროპა არის ტრადიციებში, ევროპა არის ქრისტიანობაში, ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებში, ევროპა არის იმ ადამიანებში, რომელიც სულ უფრო მზარდად ხმამაღლა საუბრობენ ამასთან დაკავშირებით და ამას თქვენ ხედავთ ძალიან კარგად.